მოგესალმებით. მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი ვიდეო, ეს გახლავთ ტაროს კარტზე მკითხაობის ინსტრუქცია. სხვანაირად ამას ტაროს კელტური კარტის განლაგებას ეძახიან. ეხლა შევეცდები გაგაცნოთ თუ როგორ უნდა იმკითხაოთ ამ სექციაში ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ამისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა შევიდეთ ჩვენს ვებსაიტზე, სადაც განთავსებულია ხელოვნური ინტელექტი ფოკუსირებული წინასწარმეტყველებაზე და მკითხაობაზე და ზემო მენიუში დავაჭიროთ ღილაკს სახეობები და გადავიდეთ მკითხაობის სახეობების გვერდზე. აქ მოვძებნოთ სექცია, რომელსაც კარტის ხატულას ქვემოთ აწერია ტაროს კარტზე მკითხაობა და დავაწყაპუნოთ ამ სექციის ბოქსზე, რომელიც გადაგვიყვანს შესაბამის მკითხაობის გვერდზე. აქ ამ გვერდზე უპირველეს ყოვლისა შეამოწმეთ, რომ თქვენ დაყენებული გაქვთ ქართული ენა, წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ინფორმაციას მიიღებთ სხვა ენაზე. ეხლა კი შეუდგეთ დღევანდელი თემის განხორციელებას. როგორც ხედავთ, ამ გვერდზე გამოსახულია ტაროს კარტის დასტა და მის ქვემოთ ღილაკი, რომელსაც აწერია აჩეხე დასტა. დავაჭიროთ ამ ღილაკს იმისათვის, რომ ავჩეხოთ ტაროს კარტი. როგორც ხედავთ, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტაროს კარტი აიჩეხა და ეხლა გააქტიურდა ახალი ღილაკი, კარტის გაშლა. იმისათვის, რომ დავიწყოთ მკითხაობა, საჭიროა დავაჭიროთ ამ ღილაკს და გავშალოთ ტაროს კარტი. დაჭერის შემდეგ ხედავთ, რომ ღილაკზე ჩაირთო ლოდინის რეჟიმი და მის ქვემოთ გაიშალა ტაროს კარტი. ეხლა საჭიროა დაველოდოთ საბოლოო ინფორმაციას, ესე იგი მკითხაობას. ამას დრო სჭირდება, რადგან ინფორმაცია გაშლილი კარტის შესახებ გაეგზავნა ხელოვნურ ინტელექტს. ის აანალიზებს ამ ინფორმაციას და თავის ინტერპრეტაციას შემოგთავაზებს სულ ცოტა ხანში. არ დატოვოთ ეს გვერდი, არ დახუროთ, ან არ გადახვიდეთ სხვაგან, დაელოდეთ საბოლოო შედეგს, რადგან შეიძლება შეწყდეს პროცესი. შედეგს, ესე იგი მკითხაობას, მიიღებთ გაშლილი კარტების ქვემოთ. შეგვიძლია დავაკვირდეთ ღილაკზე ლოდინის რეჟიმს. მხედველობაში მაქვს ბრუნავ ხილვას. როგორც კი გაქრება ღილაკი, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ უკვე ინფორმაცია მივიღეთ და შეგვიძლია წავიკითხოთ, ანუ გავეცნოთ. ისევ მინდა გავიმეორო, გთხოვთ დაელოდოთ, რადგან ინფორმაციის მიღება გადამუშავებას დრო ჭირდება. როგორც ხედავთ, ღილაკი გაქრა, ესე იგი ინფორმაცია მიღებულია. ჩავსკროლოთ გვერდის ქვედა ნაწილში. და ისის, როგორც ხედავთ, ინფორმაცია მკითხაობის შესახებ მიღებულია. რა შეგვიძლია კიდევ დამატებით მივიღოთ ამ გვერდიდან? ამისათვის ისევ ჩავსკროლოთ ქვემოთ, სადაც იპოვით წითელ ღილაკს, რომელსაც აწერია ბონუსი. ეს საჩუქარია დამატებით ჩვენგან, შეგიძლიათ დააჭიროთ ამ ღილაკს და მიიღებთ დამატებით ბონუსად, ანუ საჩუქრად კიდევ მკითხაობას ერთი კარტით. რა თემაზეც გნებავთ? ესენია კარიერა, ფინანსები, სიყვარული და პირადი ცხოვრება. აერჩიეთ, რომელიც გნებავთ და დააჭირეთ ისევ ღილაკს კარტის გაშლა. და ისევ დაელოდეთ საბოლოო შედეგს. ამ შემთხვევაში სულ ცოტა ხანი მოგვიწევს ლოდინი, რადგან გაშლილია მხოლოდ ერთი კარტი. აი, ინფორმაციაც მიღებულია. და ეხლა ყველაზე მთავარი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს გახლავთ ის, რომ აუცილებლად უნდა დავაჭიროთ ღილაკს დახურვა და ისტორიის ნახვას, რადგან თუ არ დავხურავთ ამ მკითხაობას, მაშინ ეს გვერდი დაგვხვდება ყოველთვის, როცა შემოხვალთ ტაროს კარტზე მკითხაობის გვერდზე და ვერ შევძლებთ ახალ მკითხაობას, როცა ძველი არ გვექნება დახურული. ამიტომ დავაჭიროთ ამ ღილაკს, დავხუროთ ეს გვერდი და ავტომატურად გადავალთ ისტორიის გვერდზე, სადაც ვიპოვით ყველა ჩვენს მკითხაობის ისტორიას და შევძლებთ ნებისმიერ დროს გავეცნოთ მას. იხილეთ ვიდეო ბოლომდე და მიხვდებით, როგორ გადახვიდეთ ისტორიის გვერდზე და როგორ იპოვოთ ბოლო მკითხაობა. ეხლა კი დაგემშვიდობებით. ადევნეთ თვალი ჩვენს Facebook გვერდს, სადაც განვათავსებთ ახალ ვიდეო ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა ვიმკითხაოთ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ჩვენს საიტზე. წარმატებებს გისურვებთ!